2020 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 25. ხევით კონტურში მაქსიმალური დენის ძალა I0, მოცემული გვაქვს. მაქსიმალური დენის ძალა კონტურში ტოლი არის I0-ის. რის ტოლი იქნება დენის ძალა მაშინ, როდესაც კონდენსატორის ენერგია ორჯერ მეტი იქნება კოჭის ენერგიაზე. ესე გამოდის, რომ თუ ჩვენ კოჭის ენერგიას W კოჭას აღვნიშნავთ W-ით, რადგანაც კონდენსატორის ენერგია, W კონდენსატორის ენერგია ორჯერ მეტი არის W კოჭის ენერგიაზე, რომელიც W-ით გვაქვს აღნიშნული, 2W-ის ტოლი იქნება, რადგანაც ორჯერ მეტი არის. ანუ შეიძლება დავწეროთ 2W და ჩვენ გვეკითხებიან დენის ძალას. რომელიც გავიხსენოთ, გვაქვს ხევითი კონტური, არის კონდენსატორი, მოდიში ცოტა გვაქვს კონდენსატორი, გვაქვს კოჭა, ეს არის კონდენსატორი, ეს არის კოჭა და თუ გავითვალისწინებთ, რომ კონდენსატორის მაქსიმალური ენერგია CU მაქსიმალური კვადრატ ნახევარი, ტოლი არის კოჭის მაქსიმალური ენერგიის L I მაქსიმალური კვადრატ ნახევრის, რომელიც თავის მხრივ ტოლი არის CU კვადრატ ნახევარი პლუს L I კვადრატ ნახევრის და ჩვენ ახლა შეგვიძლია გამოვიყენოთ რომელიმე ფორმულა, კერძოდ რადგანაც I მაქსიმალური გვაქვს მოცემული, მოდით აი ეს თანაფარდობა გამოვიყენოთ ამ შემთხვევისთვის, აქედან ჩვენ გვექნება რომ L I კვადრატ მაქსიმალური ნახევარი ტოლი არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის W კოჭა, კონდენსატორი, ეს W კონდენსატორი, კონდენსატორის ენერგია. ეს არის კოჭის ენერგია. კოჭის ენერგია. შესაბამისად, ეს გადაიწერება შემდეგი სახით: W კონდენსატორს დამატებული W კოჭა. თუ გავითვალისწინებთ, რომ კონდენსატორი არის, W კონდენსატორი არის 2W-ის ტოლი დამატებული W კოჭის ენერგია, ტოლი იქნება 3W-ი, რომელიც თავის მხრივ ტოლი არის 3 გამოვლებული W-ზე, რომელიც ტოლი არის L I კვადრატ ნახევრის. ანუ ჩვენ გამოგვდის აქედან, რომ L I მაქსიმალური კვადრატ ნახევარი ტოლი ყოფილა 3 L I კვადრატ ნახევრის. ესელები შეგვიძლია შევკვეცოთ, ორებით შევკვეცებათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ I მაქსიმალური პირობით I0-ის ტოლი, აქედან გამოგვივა, რომ I0 კვადრატში ტოლი არის 3I კვადრატის, საიდანაც საძიებელი დენის ძალისთვის მივიღებთ, რომ I კვადრატი ტოლი არის I0 კვადრატში შეფარდებული 3-თან, საიდანაც I ტოლი იქნება I0 შეფარდებული ფესვის 3-თან. ესე იგი, პასუხი ყოფილა G.